ციხისფერდი, ხრიალეთი და ბაილეთის საჯარო სკოლები მაყურებლის წინაშე საინტერესოდ ინტერპრეტირებული ზღაპრებით წარსდგენ. წითელქუდა, წუნა და წუწუნა, კომბლე. ეს ინსცენირებები ბავშვებმა კლასიკური ზღაპრებიდან თოჯინური წარმოდგენით, ასევე საინტერესო მიზანსცენებით წარმოადგინეს. შთამბეჭდავ შესრულებასთან ერთად კარგი მუსიკა, ქორეოგრაფია და მხატვრობა ყველა ჩამოთვლილ სპექტაკლს გამოარჩევდა. ვიხილეთ ინოვატორული, შემეცნებითი, მისტიური, გაზღაპრებული წარმოდგენებით. დაკარგული თავი და ცოცხალი ხელოვნება, რომელიც ნომერ პირველმა და ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი შინაარსითა და საინტერესო სცენოგრაფიით, გემოვნებით და სისადავით წარმოადგინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლებიც მუსიკოსები, მსახიობები, მხატვრები, თეატრალები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ხუთივე სკოლამ სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. ნომინაციების სიუხვით კი პირველი საჯარო სკოლა გამოირჩეოდა. მონაწილე და გამარჯვებულ სკოლებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ძალიან ნერვიულობდი თავიდან და ეხაც ნერვიულობ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ მომეშვა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ხანი გვინდოდა რომ მოგვეგო ესე ვთქვათ, მაგრამ ძალიან ცოტა დროის განმავლობაში გავაკეთეთ ეს ყველაფერი და მადლობას ვუხდი ქეთი ტატანაშვილს, რადგანაც ყველაფერში დაგვეხმარა, დეკორაცია და ყველაფერი მან შექმნა ესე ვთქვათ და მადლობა ბავშვებს, რომ მონაწილეობა მიიღეს და ესეთი კარგი სპექტაკლი გავაკეთეთ. ჩვენ მგოსალა მარიამ ურშაძემ და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა და ძალიან ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი გაგვაკეთებია და მადლობელი ვართ ჩვენი მასწავლებლისთვის. როგორ ემზადებოდი? ძალიან კარგად, ბევრი ვარჯიში გავიარეთ, ამისთვის რომ მოგვეხწია. ძალიან ბევრ შრომობდით, ასევე ნანამასწავლებელი ძალიან მონდომებული იყო. ჩვენი გუნდელებიც, აგერ ლევანიც, გიოც, ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით, ერთმანეთს უდგებოდით მხარში. გვინდოდა ასევე დაჯილდოებაშიც მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი შრომის ფაქტი სახეზეა. პირველ რიგში ყველა მოსწავლეს გადავუხდი ჩემი სიტყვით მადლობას იმისთვის, რომ ვითანამშრომლეთ ერთად და სასწაული იყო ბავშვებთან მუშაობა, უფრო მეტად დავახლოვდით. ვფიქრობ, რომ სასკოლო სივრცეში აუცილებელია მსგავსი ტიპის პროექტები და ჩვენ მასკოლამ როგორც გააკეთა, ეს უფრო იყო შემეცნებით, იმიტომ რომ სასკოლო საზოგადოება როდესაც აკეთებს და ერთვება როგორც მაყურებელი, ასევე სასკოლო საზოგადოების წევრები, როგორც ბავშვები, მშობლები და რა თქმა უნდა ასაკიც 6-დან 17 წლამდეა. ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვენი სპექტაკლი იყო ძალიან შემეცნებითი. ის სპექტაკლიდან ბევრ რაღაცას ისწავლიდნენ ადამიანები და ჩვენი გათვლაც ზუსტად ამაზე იყო. მადლობა დიდი ყველა მონაწილეს, ყველა მოსწავლეს და მშობლებს გვერდში დგომისთვის და ასევე დირექციას უღმესი მადლობა. შესანიშნავი პროექტია, მივესალმები ჩვენს ქალაქში ესეთი პროექტების გაკეთებას და ყველა მონაწილე, ვინც მომავალში მიიღებს მონაწილეობას, ყველას აქედანვე წარმატებას უსურვებ და ჩემი აზრით ესეთი პროექტები ჩვენს ქალაქში ბავშვების განვითარებაზე და მათ შესაძლებლობების გამოვლინებაზე არის აგებული და მათ მოამზადებს იმისთვის, რომ სამომავლოდ უკეთეს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და გაზრდილები იქნებიან ასე თუ ისე როგორც პატარა მსახიობები.